წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც მტერი კარსაა მომდგარი. შიგნით კი უწესრიგობა და შიში სუფევს. როგორ შეძლო ახალგაზრდა მეფემ დავით აღმაშენებელმა ამ ქაოსიდან ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოეყალიბებინა საქართველო? ვინ იყო მისი საიდუმლო იარაღი და როგორ იქცა ერთი ბერის გონება ქვეყნის გადარჩენის საფუძვლად? ეს არის ამბავი გმირობის, სიბრძნისა და ისტორიული ცვლილებების, რომელმაც საქართველოს მომავალი სამუდამოდ შეცვალა. დარჩით ბოლომდე და ერთად შევეხოთ ამ ეპოქის დიდ საიდუმლოებებს. აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის შეფასებით, დავით აღმაშენებელმა მემკვიდრეობით მძიმე ტვირთი მიიღო. სამეფოს საქმეები აწეწილ-დაწეწილი იყო. ქვეყანა თურქების თარეშისაგან მოიქანცა. ქვეყნის ახალგაზრდა მმართველს საერო და საეკლესიო ინსტიტუტების სრულყოფით უნდა დაეძლია როგორც საშინაო, ისე მძიმე საგარეო პრობლემები. ასევე თავიდან აეცილებინა ამ მიმართულებით მოსალოდნელი საფრთხეები. დავით აღმაშენებელმა იცოდა რა ეპოქის გამოწვევები, მისი დაძლევისთვის სახელმწიფო მართვის სისტემის გამართვისა და შეცვლის საჭიროება სწორი ისტორიული არჩევანი გააკეთა და კარდინალური რეფორმების საეკლესიო, ჭყონდიდელისა და საერო მწიგნობარ თუხუცესის თანამდებობების შეერთებით დაიწყო. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, თანამდებობების შეერთება 1300-1310 წლებში უნდა მომხდარიყო. ამ გაერთიანებულ თანამდებობაზე დავით აღმაშენებელმა განაწესა თავისი თანააღმზრდელი და აღმზრდელი, თანამოაზრე, ბერი გიორგი ჭყონდიდელი. ივანე ჯავახიშვილი მემატიანეთა ცნობებზე დაყრდნობით აღნიშნავდა, რომ გიორგი მწიგნობარ თუხუცესი მონაზონი იყო და არა ერისკაცი. ამასთან გასათვალისწინებელია იმჟამად ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი რუის ურბნისის კრების ძეგლის წერაში მისი დამსახურებული ქება და ცნობა, რომ იგი თუალად წმიდის ამის კრებისა ითვლებოდა, რაც საცნაურს ხდის, რომ მას გამოჩენილი სასულიერო მეცნიერისა და მოღვაწის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი და ღირსეულ პიროვნებად ყოფილა ცნობილი. მეფემ იგი აღჭურვა უმაღლესი სამოქალაქო, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის, მთავრობის ხელმძღვანელის, ასევე სასამართლო ხელისუფლების, სააჯოკარის ხელმძღვანელისა და მაღალი საეკლესიო, ჭყონდიდის მთავარეპისკოპოსის ხარისხებით, ანუ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მართვის ბერკეტებით. მემატიანის ცნობით გიორგი მწიგნობარ თუხუცეს ჭყონდიდელი იყო ყოველი გზათა საქმეთა და ღვაწლთა მოზიარე. საქართველოში მე-12 საუკუნეში წარმართული რეფორმების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლებელია, რომ დავით მეფე და გიორგი ჭყონდიდელი, ასევე მათ გარემოცვაში მყოფი პირები, არაბ ისტორიკოსთა ცნობით, განსაკუთრებულ ტოლერანტობას იჩენდნენ ისლამური სამყაროს მიმართ. ქვეყანაში მუსლიმებს შეექმნათ იმაზე უკეთესი პირობები, ვიდრე მუსლიმურ ქვეყნებში. როგორც ჩანს, ისინი ღრმად იყვნენ ჩახედულნი სელჩუკების მიერ სახელმწიფო მართვის, სამხედრო სადაზვერვო საქმის ორგანიზებაში და მოწინააღმდეგის გამოცდილება საქართველოში დანერგეს, რადგან მათ შორის მსგავსება აშკარაა. ქვეყნის ხელისუფალი საშინაო საფრთხეების ასარიდებლად განსაკუთრებულად აძლიერებდა ცენტრალურ სამოხელეო აპარატს, ადგილებზე დანიშნულ მოხელეებს, მოსაკარგავე ერისთავებს. მათი ცენტრალური აპარატისადმი დაქვემდებარების მიზნით სამეფო კარზე თანამდებობებსაც აძლევდა და ცენტრალური უწყების მოხელედ აქცევდა. უმაღლეს საეკლესიო და სახელმწიფო ფუნქცია მოვალეობებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობარ თუხუცეს დავით აღმაშენებელმა მიანდო საკმაოდ დელიკატური მისია სამეთვალყურეო სადაზვერვო ინსტიტუტის, მსტოვართა გუნდის ჩამოყალიბება და საერთო ხელმძღვანელობა, რომელსაც სტრატეგიულ ამოცანებს თვით დავით აღმაშენებელი უსახავდა. მწიგნობარ თუხუცესის დაქვემდებარებაში მყოფ მანდატურ თუხუცეს მსტოვართა გუნდის ყოველდღიური ხელმძღვანელობა ეკისრებოდა. მანდატურ თუხუცესი უფლებრივად ამირსპასალარის, ანუ საქართველოს ჯარის მხედართმთავრის თანაბარი იყო.
მას საქართველოს ყველა კუთხეში მანდატურები ექვემდებარებოდნენ. გიორგი მწიგნობარ-თუხუცესმა შეძლო მსტოვართა ერთგული გუნდის შემოკრება, საშინაო საფრთხეების შესასწავლად ინფორმაციის მოპოვების მიზნით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფენებში. საგარეო საფრთხეების შესასწავლად მსტოვრები გაიგზავნენ მეზობელ ქვეყნებშიც, რათა იქ მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პრობლემები ხელისუფალთათვის დროულად ყოფილიყო ცნობილი. მიღებული ინფორმაციის ანალიზი და შესაბამისი მოქმედებების დასახვაც მწიგნობარ-თუხუცესს ევალებოდა. დავითის ისტორიკოსი დადებითად აფასებს სამეთვალყურეო სადაზვერვო საქმიანობას და აღნიშნავს, რომ მეფე იგებდა ავის გამზრახველთა ყოველ ნათქვამს, ყოველ საქმეს. ამ ბრძანებით საფუძველი ჩაეყარა დიდ და სასწრაფო საქმეებს და ის მრავალი კეთილი საქმის მიზეზადაც იქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ვერც ერთი ადამიანი, არც დიდი და არც პატარა, ვეღარ ბედავდა ორგულობას, ბოროტებასა და ღალატს. ვერ ფიქრობდა ამაზე, მით უმეტეს ვერ ამბობდა ხმამაღლა. ეს ყველას ეხებოდა როგორც ოჯახის წევრებს, ისე მეგობრებსა და მსახურებს. ყველა მიცოდა, რომ როგორც კი ვინმე მსგავს რამეს იტყოდა, ეს მეფეს აუცილებლად ეწოდინებოდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო სამეთვალყურეო სადაზვერვო სამსახურის მოქმედებას მოსახლეობის ყოფით ცხოვრებაში პრობლემები არ შეუქმნია. არ გაშლილა უსამართლო რეპრესიები, პირიქით, სადაზვერვო ინფორმაციასთან სწორად მუშაობამ, საგარეო და საშინაო საფრთხეების, მათ შორის დანაშაულების თავიდან აცილებისკენ მიმართულმა წინმსწრებმა საქმიანობამ ხელისუფლების წარმატებები განაპირობა. საშინაო საფრთხეების თავიდან აცილებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავა სისხლის სამართლის პოლიტიკას, რომლის თეორიული საფუძველი ქრისტიანულ მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან წამოვიდა. დანაშაულთა თავიდან აცილება და დამნაშავე გზააცდენილი პირის გამოსწორებაზე ზრუნვა არათუ შესაძლებელი, არამედ სავალდებულო იყო. მაგალითისთვის, დავითის მემატიანის ცნობით მეფემ ხედავდა რა ლიპარიტ ამირას ორგულობასა და განდგომას ინება გაწურთა მისი, თუმცა პირველ ჯერზე შეიწყალა. დავით აღმაშენებელს მხოლოდ სახელმწიფო ინტერესებით რომ ეხელმძღვანელა და არა ჰუმანურობის პრინციპით მოღალატეს სიკვდილით დასჯიდა. სამეთვალყურეო სადაზვერვო სამსახურის მუშაობის ეფექტურობამ ხელისუფლებას საფრთხეებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების საშუალება მისცა, რამაც მოიტანა დამნაშავეობის შემცირება და სტაბილური გარემოს შექმნა. სამეფო ხელისუფლების პროგრესულ ღონისძიებებს ხალხის უმრავლესობა უჭერდა მხარს. იმის საშიშროებაც მოიხსნა, რომ გაურჩებული ფეოდალები სამეფო ხელისუფლების დამარცხებას შეძლებდნენ. სახელმწიფო მართვის სისტემაში ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა სამეფო დარბაზის, მწიგნობარ-თუხუცესის, მანდატურ-თუხუცესის, სამეთვალყურეო სადაზვერვო, მუდმივ მოქმედი ლაშქრისა და სხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბებამ და ეფექტიანმა საქმიანობამ მოიტანა მოსახლეობაში სახელმწიფო აზროვნებისა და მართლშეგნების ამაღლება. იმის გაცნობიერება, რომ ქვეყნის, მეფის ღალატი და საზოგადო დანაშაული მხილებისა და დასჯის გარეშე არ დარჩებოდა, ამან დადებითი როლი შეასრულა ქვეყანაში დანაშაულის შემცირებისა და თავიდან აცილების საქმეში. მსტოვართა სისტემის ოპერატიული სამძებრო სადაზვერვო მოქმედებით საფრთხეების თავიდან აცილების კლასიკური ნიმუშია სამშვილდის ციხე-ქალაქის მოპარვა, როდესაც თურქ-სელჩუკების ჯაშუშთა ქსელს ქართველმა მსტოვრებმა დეზინფორმაციული, მაქსიმალურად დადასტურებული ცნობები მიაწოდეს დავით მეფის დასავლეთ საქართველოში გამგზავრებასთან დაკავშირებით, რაც ლოგიკურად გამორიცხავდა საქართველოს ლაშქრის მიერ მასშტაბური ოპერაციის ჩატარებას. ქართველების მიერ სამშვილდის აღება იმანაც დააჩქარა, რომ დავითმა შეძლო თავისი მომხრეების ქალაქში შეგზავნა და ქალაქელთა ნაწილის მიმხრობა. ისტორიკოსის ცნობით, ოპერაციას გიორგი ჭყონდიდელ მწიგნობარ-თუხუცესი ხელმძღვანელობდა. ამ სამხედრო სადაზვერვო ოპერაციამ დიდი სამხედრო ფსიქოლოგიური შედეგი გამოიღო. ყოველგვარი ბრძოლისა და დანაკარგების გარეშე მტერმა ციხე-ქალაქი დატოვა. ხოლო როცა სხვა ციხეებში გამაგრებულმა თურქებმა გაიგეს სამშვილდის უსისხლოდ დათმობის შესახებ, თავს უშველეს და ღამის სიბნელეში გაიპარნენ.
დავითის ისტორიკოსი წერს, სიმარჯვით მოიპარეს სამშვილდე. რამდენიმე წლის შემდეგ 1015 წელს დავით აღმაშენებელმა და გიორგი ჭყონდიდელმა იმავე ხერხით დაიბრუნეს ქალაქი რუსთავი. მიუხედავად იმისა, რომ ივანე ჯავახიშვილის აზრით ეს უცნობი მემატიანე დავით მეფის თანამედროვე და მასთან დაახლოებული პირი უნდა ყოფილიყო, ფაქტი მშრალად არის აღნიშნული. ქართველ მსტოვართა საიდუმლო მოქმედების მეთოდ ხერხების შესახებ არ არის შემორჩენილი ისტორიული წყაროები, რომლებიც დაადასტურებს მსტოვართა ორგანიზაციასა და მოქმედებებს. მასალებიც მემატიანეთა თხზულებების კომენტირებასა და ინტერპრეტაციას ეყრდნობა. მსტოვართა ინსტიტუტის არსებობას ვარაუდობენ რეგულარულ ჯართან ერთად. არსებობდა მეფის პირადი გვარდია, რომელიც 3 ნაწილად იყოფოდა: მონასპა, ქალაქებსა და ციხეებში მდგომი გარნიზონები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი. სამხედრო რეფორმა დამთავრდა 1118 წელს, როდესაც მეფემ ჩრდილოეთ კავკასიიდან ყივჩაღები გადმოასახლა, სადაც თვით აღმაშენებელს თან ახლდა გიორგი მწიგნობართუხუცეს ჭყონდიდელი, რომელიც სწორედ იქ ყოფნის დროს გარდაიცვალა. იგლოვა ყოველმან სამეფომან და თვით მეფემან, ვითარცა მამა და უმეტესცა მამის, შემოსითა შავისათა 40 დღე. დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის ეპოქის საქართველოს ხელისუფლებას გამოარჩევს სახელმწიფო მართვის მექანიზმების სიძლიერე და წარმატებული მოქმედება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. ამ ეპოქამ ნათლად დაგვანახა, რომ ერთგულება და სიბრძნე ქვეყნის აღმშენებლობის უმთავრესი იარაღებია. დავით აღმაშენებლისა და გიორგი ჭყონდიდელის თავდადებამ საქართველო ძლიერ და შეუპოვარ სახელმწიფოდ აქცია. სწორედ მათი გმირული საქმეები იქცა ჩვენი ისტორიის მარადიულ სინათლედ. დაგვიწერეთ თქვენი აზრი მსტოვართა ინსტიტუტთან დაკავშირებით. მოიწონეთ ეს ვიდეო და თუ ჯერ არ გაქვთ კარდუს არხი გამოწერილი, აუცილებლად ახლავე გამოიწერეთ, რადგან ამით ფასდაუდებელ სამსახურს გაგვიწევთ არა მარტო ჩვენ, არამედ მათ, ვისაც მსგავსი შინაარსის ვიდეოები ძალიან აინტერესებთ. გაუზიარეთ ეს ვიდეო, რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.